ბატონო. შენ მითხარი მოღვაწე ესე პროფესიონალები ხართ როგორ არის? კი ბატონო, მოღვაწეობთ რესტორან კუტიგორა პარეში, მოკითხვა თუ ნატო. კუტიგორას მოკითხვა, ზიგრები, კაი ხალხი. მათ იყო ძალიან კაი კაცი, რომელიც გარდაიცვალა. კი ბატონო. ბატონი ტარიელი, ხო? და მე მახსოვს ახალი გახსნილი როცა იყო მაშინ რაღაცა კითხვიყავი ხოლმე თელავში მუშაობდი თეატრში და რამდენჯერმე აი ახალი რო იყო რა რაღაცა პერიოდი და ძალიან დიდი პატივისცემა მახსოვს მაგ ხალხისგან და დამენანა ბატონი ტარიელი ნამდვილად რა და დააჩინე ხა ვის დაურჩა კარგად ყავდეს და ღმერთმა გააძლიეროს რა ასე რომ რადგან ვახსენეთ ისიც თქვათ რომ კარგად ამზადებენ მაინც რეკლამაში ჩაგვეფლება და ამ ერთხელ გვაპატიებენ და უკეთ ერთი სუფრად თქვენზია რა ესე იგი რას ვამბობდით ჩვენ თქვენი ასე ვთქვათ განათლების მუსიკალური განათლების შესახებ მაინტერესებდა დამთავრებული გაქვთ თუ მოყვარულები ხართ ასე ვთქვათ და ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით ბავშვობიდან ერთად მოვდივართ ზოგადად მეგობრები ბავშვობით მაკაცები მეგობრები სოფლელები ხა ველიციხეში ძალიან დიდი კულტურის ცენტრი გვაქვს და ფაქტობრივად იქ გავიზარდეთ მე უკვე დიდასაკობაში მე აქეთ თბილისში წამოვედი და აქ დავამთავრე თეატრალის ფაკულტეტი და დრამის და კინოს მსახიობი ვარ ასე თეატრალისტი კი და ვის ჯგუფში იყო პედაგოგი ვინ იყო თენგო ავალიანი აჰა თენგო ავალიანი იყო ჩემი ხელოვისა მსახიობის ოსტატობის ლექტორი და ნანა დაუშვილი იყო ჩემი ვოკალის პედაგოგი ძალიან სასიამოვნოა ისევ საკმაოდ საინტერესო და ძალიან თვითფას ხალხთან მაქვს ეგ პერიოდი გატარებული კი ბატონო კი და იქიდან მოკლედ ამ საქმეს მივყევით ახლა სხვა საქმესაც ვემსახურებით მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ის საქმე რაც ძალიან გვიყვარს ბავშვობიდან ასე შესაძლოა დაიწყებოდა ორი სიტყვა გავცვალეთ თქვენი ამ უძველეს თეატრის შესახებ რაც ველიციხეშია და ძალიან მიხარია რომ რეაბილიტაცია უკეთდება და მართლა ისეთი კერა იყო რა მნიშვნელოვანი ძალიან დიდი ადამიანები მოღვაწეობდნენ და მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო ინიციატივა არის რომ იქნება ამ თითქოს პატარა სოფელში მაგრამ ბაჯაღლოსავით დგას ეს თეატრი და მოვლა უნდა რაც უკვე გააწყვეტილა და რეაბილიტაცია არის და ძალიან საინტერესო იქნება ერთი სპექტაკლს მე დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი რა იმიტომ რომ რაღაცა თიდის მასავით არის რა და ძალიან ბევრი ბუმბერაზე ხალხი ყავს ზოგადად მაგ თეატრს გაზრდი მამაშია საქმე ჩვენ ახლა ვერ ვიტყვით რომ ბუმბერაზე ვიყოთ მაგრამ იქ გავიზარდეთ იქიდან დავიწყეთ ეს საქმე იქიდან ისე კარგად იმღერეთ რომ ასე იწყებოდა ყველაფერი და როგორ გავარდება სიმღერა კიდე კაცმა არის მაგრამ თეატრალური მიმართულებით სამსახიობო მიმართულებით და სარეჟისორო მიმართულებითაც ძალიან მაგარი არტისტები იდგნენ და იქმნებოდა თეატრალური კერა და აიმიტომ ეს ველიციხე კიდევ ერთი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი რომ გავანებოთ ფლორას, ფაუნას, ღვინოს ადამიანებს ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან რა ძალიან მიყვარს იქაურობა